ახლო აღმოსავლეთში სამხედრო და პოლიტიკური დაძაბულობის მოულოდნელი ესკალაციის ფონზე ნავთობის გლობალურ ბაზარზე ფასების მკვეთრი აღმასვლა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ირანთან გაფორმებული დროებითი ზავის რეჟიმი დასრულებლად გამოაცხადა, ნავთობის ფასები ერთ დღეში თითქმის 6%-ით გაიზარდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება ბოლო 2 კვირის მაქსიმუმზეა. რამდენიმე დღის წინ ბაზარზე ჭარბი მიწოდების მოლოდინის გამო ფასები $71-მდე იყო შემცირებული, თუმცა ბოლო 24 საათში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ბოლო 24 საათში ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნდა რისკის პრემია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობი გაძვირდა საკმაოდ მკვეთრად, დაახლოებით 5%-იანი ზრდა გვაქვს, უკვე $78 უახლოვდება ბრენტის ფასი, WTI კი დაახლოებით $74 ივაჭრება. მიზეზი არის, რა თქმა უნდა, ესკალაცია კონფლიქტისა, რომელიც დროებით იყო მიძინებული, როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმი არის ამჟამად გაუქმებული, შესაბამისად, მხარების მხრიდან მოსალოდნელი არის ესკალაცია პოტენციურად სამხედრო კონფლიქტის აღდგენა, რაც რა თქმა უნდა რისკის პრემია ზრდის და იწვევს ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გაძვირებას. ამერიკა ირანს შორის ესკალაციის განახლებამდე, როგორც ბრენტის, ისე WTI-ის მარკის ნავთობის ფასი დაეცადა თითქმის იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რომელიც თებერვლის ბოლოს ირანთან ომის დაწყებამდე იყო დაფიქსირებული. გლობალურად ფასის ვარდნის ფონზე ივნისის ბოლოდან ნავთობ კომპანიებმა საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყეს. ქვეყანაში ეგრეთ წოდებულ ბრენდირებულ სადგურებზე გასული თვის განმავლობაში დიზელის საწვავის ფასი 10-დან 30 თეთრამდე შემცირდა. ივლისის დასაწყისში კი ბენზინისა და დიზელის საწვავი ქსელების მიხედვით 5-დან 10 თეთრამდე გაიაფთა. გენერალური დირექტორის თქმით, მიუხედავად ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებისა, საწვავის გაიაფების ტენდენცია გრძელდება. ვასილ ხორავა იმედს იტოვებს, რომ მიმდინარე მოვლენები მოკლევადიანი იქნება და საწვავის ფასზე გაძვირების მიმართულებით არ იმოქმედებს. დღეს უკვე მესამე ჯერ შემოვცეთ ჩვენ ფასი და საერთო ჯამში რომელიც დიზელი რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა შეიძლება ითქვას და ყველაზე მეტად გაძვირდა კონფლიქტის შედეგად ჩვენ ქსელში უკვე 30 თეთრამდე არის ჯამურად შემცირებული ანუ სამჯერ დაახლოებით 10 თეთრის ფარგლებში მოხდა შემცირება ბენზინის ნიშულზეც 10 თეთრამდე მოვახდინეთ უკვე შემცირება ფასის და ეს ტრენდი მიუთითებს იმას, რომ ჯერჯერობით ეს ტრენდი გაგრძელდება. მივხვდით იმისა, რომ რაღაც შემოტრიალება საწვავის ფასის პირიქით მაღალი ნიშნულებისკენ წასვლა, მაგრამ იმეც ვიტოვებთ, რომ ეს განცხადებები იქნება უფრო მოკლევადიანი, ვიდრე მათი ასახვა ნავთობის ფასში. დაკვირვებას აწარმოებენ, ტურას იზამს, ტურას მოიმოქმედებს სოფლიოს სანავთობო ბაზარი და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილი შეწყდება გაიაფების თემა თუ რა მოხდება. მე ვფიქრობ, რომ მცირედით გაგრძელდება ესე ვთქვათ შემცირება ფასების. შეჩერდება თუ არა საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია სენტა პეტროლიუმის გენერალური დირექტორის თქმით ეს დამოკიდებული იქნება გლობალურ ფაქტორებზე. გარდა იმისა, რომ სანავთობო ბირჟებზე ფასის აღმასვლა დაიწყო, საქართველოსთვის გამოწვევას ქმნის ისიც, რომ სრულად შეჩერდა საწვავის იმპორტი რუსეთიდან, საიდანაც კომპანიები დაახლოებით $30-50 შეღავათიან ფასად ყიდულობდნენ ნავთობპროდუქტებს. ზალი ეკობიძე ამბობს, რომ სხვა ალტერნატიული ბაზრებით რუსეთის ჩანაცვლება საწვავის ფასებზე დამატებით წნეხს ქმნის. რუსეთი როგორც მომწოდებელი ქვეყანა დღეისათვის პრაქტიკულად აღარ არსებობს. შემოტანა საწვავის პრაქტიკულად შეწყდა. იმიტომ რომ ესე ცნობილი ამბავია, რომ რუსეთს აქვს თვითონ დეფიციტი და მათი შიდა მოხმარებაც კი ვერ კმაყოფილდება. და ყველასთვის ცნობილია, რომ ისინი ცდილობენ უკვე რადგან ისეთი სრულად საოცარი სიტუაცია, რომელიც არ ყოფილა ალბათ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩემ მეხსიერებაში ესეთი, რომ რუსეთი ცდილობს საწვავი შეიძინოს ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებში და შემოიტანოს ქვეყანაში, თავის ქვეყანაში შიდა მოხმარებისათვის. ესეც არ არის კარგი საქართველოს ბაზრისათვის, ანუ ახალი ბაზარი, ევროპული ბაზარი, სადაც უფრო ძვირია ფასები, იძულებული ვართ გადავერთოთ ამ ბაზარზე და ესეც დამატებითი უარყოფითი ფაქტორია ფასებთან დაკავშირებით. ქართულ ნავთობ იმპორტიორებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა გლობალურად ფასების მიმდინარე ახალი ნავთობი და ნავთობის გაძვირება სავარაუდოდ მათი თქმით შეაფერხებს საქართველოში ფასების კლების ტენდენციას და შესაძლოა საწვავის საცოლო ღირებულების მორიგი მატება გამოიწვიოს.